de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 252 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. მიმდინარე ზაფხული უნიკალურია. ჩვენთან კი ცხელა, მაგრამ რუსეთში უფრო ცხელა. ჩვენთან ზაფხულის პონჩი ცხელა და იქა ზაფხულიცა, მზეც და გიზგიზიც. ფრონტზე თუ არაფერი შეიცვალა, რუსებს ზამთარიც ასეთივე ცხელი ელოდებათ. მაგრამ შეიძლება უნდოდეთ კიდეც. რავი, რუსეთია, რას გავიგე? იბ***თ как тепло. რუსეთში ენერგეტიკული კოლაფსი დაიწყო. უკრაინული დარტყმების ფონზე გაზპრომმა მუშაობა შეწყვიტა. შენ რა გიხარია, გაზი გაძვირდებაო თუ დამიწერთ? ტროლები და რუსეთუმეები. გეტყვით, რომ დიახაც მიხარია. ოღონდ რუსეთს ნას თავის დედის და გაზრდილ ტარიფებს დიდი სიამოვნებით ვერ გადავიხდი. უკრაინელების მიერ რუსეთის დაბომბვები ახალი არაა, თუმცა ნელ-ნელა მათემატიკა და ბუღალტერია შემოგვეტენა. მიმდინარე კვირაში ასეთი ნიუსები გავრცელდა. კოზაკ მამაიმ ნოვოროსიისკთან რუსეთის 2 ტანკერი გაანადგურა. შემდეგი ნიუსი ასეთია: უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანა იერიში. ითვლით ხო თქვენც? შემდეგი ასეთია: უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა. წაუმატეთ ეს 20 ხა? ეხა ერთ წუთს მოგცემთ, კარგად დააჯამეთ, რადგან შემდეგი ნიუსი ცოტა რთულია. უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა 10 ტანკერი და 4 ბორანი დაბომბა. გართულდა. პასტაფურცელი დაგჭირდებათ ეხლა. იმედია უკრაინელები ითვლიან თვითონ და ბოლოს გვეტყვიან. რუსები ძითვლიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგერი არ გვეტყვიან. მალე სკოლებში შეიტანენ ახალ ამოცანებს. რუსეთში მიზანში ამოღებულია 14 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, 120 გემი, 45 ტანკერი, 17 ბორანი. შეკითხვა: მინიმუმ რამდენი დრონი უნდა გაუშვა, რომ მინიმუმ განადგურდეს 1 ტანკერი მაინც? სწორი პასუხია 152. რატო 151-ს თუ გაუშვებ, შეიძლება აქედან 120 გემს მოხდეს, 14 ქარხანას, 17 ბორანს. და ეგეც შენი 151, გაიგე? და 152-ს თუ გაუშვებ, ერთი ცალი უეჭველი გამოინახება ტანკერისთვის. ეგრეა ახლა. რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ შენ არ მიზნავ დრონებს და დრონები ალალბედზე ხვდებიან სამიზნეებს. შემდეგი ამოცანა: რომელ ობიექტზე უფრო რთულია დრონის მორტყმა? A. რუს ჯარისკაცზე, B. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, V. ტანკერზე. შეგახსენებთ, რომ A და B-ს მერე რუსულ ამბანში მოდის V. აი ეგეთი ხალხია რუსები რა, რო იცოდე. აი ეგეთი ხალხია. A, B, V. აი თემ სოფლიოში ხო ABG, ABV. მიმდინარე კვირაში ფორმულას კიდე ერთხელ დაგვწეს. დაგვწეს რა, რაღაც პონჩი მივეჩვიეთ კიდეც, გაგვიტრუხდა. ლიფტში თუ შევეკითხებით ხოლმე შემთხვევით ერთმანეთს, რომ დღეს დაგვწეს, ეგ არის და ეგ. შემოგვიტია კომუნიკაციების კომისიამ, იგივე კომკომმა. ამ გახსენებაზე კოკა-კოლა მოვსვათ. სად კომკომი, სად კოკა-კოლა, მაგრამ. მოკლედ, კომისიამ 5000 ლარი დაგვაჯარიმა. კომისია მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ ფორმულა სადაო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა ოცნების ხელისუფლება, ქართული ოცნების პრეზიდენტი, ოცნების პროკურატურა, ოცნების პრემიერი,
ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო, რეპრესიული კანონები, ოცნების რეჟიმის რეპრესიები და ასე შემდეგ. 5,000 ლარს ვერ გადავიხდით. 10,000 მით უმეტეს. ამ 10,000-ზე ოდნავ მოგვიანებით. ერთი კითხვა მაქვს ამ კომისიასთან. მეორეც. ეს მარტო ჩვენი აზრი არა, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით ვამბობთ. ამ რეზოლუციის მიხედვით არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად და არაა ლეგიტიმური მთავრობა და პრეზიდენტი. ევროპარლამენტი დააჯარიმეთ. ეუთოს პრეზიდენტი ხო დააჯარიმეთ გზის გადაკეთვაზე. ევროპარლამენტის დაჯარიმებას რა უდგას? დააჯარიმეთ. ჩვენ ვეყრდნობით ევროპარლამენტს. რაც შეეხება 10,000 ლარს. გოგა ხაინდრავამ გვიჩივლა და 10,000 ლარი დაგვაკისრა იმ რაღაც შენობამ სვეტებიანი როა. სარჩელის მიზეზი იყო ის სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაინდრავა კორუფციისა და ქვეყანაში მოქალაქეების უკანონო შემოყვანის სავარაუდო სქემაში ფიგურირებს. სხვათა შორის წყაროზე დაყრდნობით ითქვა, რომ ხაინდრავა სავარაუდოდ სუს უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიებს აწვდიდა, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა მარტივად უნდა მოეხერხებინათ. გოგამ გვიჩივლა და მოიგო. მართლა აკეთებდა ამას თუ არა ხაინდრავა? გამოძიებას აღარ დაუდგენია. გვითხრეს გეტყვითო, მაგრამ როდისო და რასო აღარ უთქვამთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ათეულობით სუსის თანამშრომელი და მოწმე დაიკითხა ამ საკითხთან დაკავშირებით. კოცებზეც გინდათ რამე ვთქვა? კაი, ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ. კოცებმა ეუთოს შეუტიეს. აჰა, გაგიკვირდათ? ამაშია საქმე. ირაკლი კობახიძე ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესში, რომლის მიზანია ქართულ ხალხზე თავდასხმა. სინანულის სრემლი ჩამოუვარდა ირაკლის. ანუ ეუთოს არ უნდოდა, მაგრამ აღმოჩნდა. გაიგე? სულ ცდილობდა ეუთო არ მიეღო ქართულ ხალხზე თავდასხმაში მონაწილეობა, მაგრამ რას იზამ? შეცდომებს ყველა უშვებს. ეუთო რა, ადამიანი არაა. შალვა პაპუაშვილმა კი კითხვაზე მოიწვევენ თუ არა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას 2028 წლის არჩევნებისთვის უპასუხა. 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველების თვალში ნდობა აღიდგინოს. გაიგეთ? ჯერ დაკარგული ნდობა აღადგინოს, მერე გველაპარაკოს. 2028-ში გამახსენეთ, კითხოთ, რომ თქვენს თვალში ეუთომ აღიდგინა ნდობა თუ არა. მიმდინარე კვირაში მარტო ეუთო არ იყო საცოდავ მდგომარეობაში. კოცების აზრით ევროკავშირი ჩავდღეშია. ლევან მაჭავარიანი. საქართველო იმაზე მეტად სჭირდება ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ. ევროკავშირს მოუწევს საუბარი დაიწყო. მტკიცე იყო ლევანი. მზად ვართ ბრიუსელში ჩავიდეთ. მიუხედავად ამ უსამართლო 4-5 წლისა გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი ნიშნულიდან ურთიერთობა. განაგრძობდა მაჭავარიანი. ჩვენ ამ ყველაფრით ვცდილობთ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს. ვინაიდან მათ ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი და არიციან უკან როგორ გამოვიდნენ. გთხოვ, დამირეკე, განაცხადა მაჭავარიანი. ნუ კაი, გთხოვ, დამირეკე, მე დავამატე. მაგრამ ლოგიკურად ეგრე უნდა დაემთავრებო. ახლა კი ბოლო სერია იმ მრავალწლიანი სერიალისა, რომელსაც ერქვა რიყის დოქები. ბევრი წელის დიეს ამ ამბავს კოცებმაც და ჩვენმა გადაცემამაც. რაც მართალია, ბევრ გადაცემაში მოგვცა საკმარისი ქრონომეტრაჟი. ხან ვინ იყიდა, ხან ვინ გადაყიდა, ხან რა იხსნებოდა შიგნით და ხან რა. ბოლოს კი მერიის არქიტექტურის სამსახურმა რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა. დაანგრევენ და ეგ იქნება ჩვენს დავისვენებთ ისინი. ამდენი წელი ვილაპარაკეთ რიყის დოქებზე და თურმე სულ ტყუილად. ჩემმა მამუკამ დინარაძემ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ჯერ ერთი დოქები რატომა არ ვიცი, უფრო გრაფინია თუ რაღაც. გადაიხარხარა. ნუ, ასე პირდაპირ არ გადაუხარხარია ეხა კამერების წინ, მაგრამ ეს ხუმრობა რომ მოუფიქრეს,
ხო გადაიხარხარა. გრაფინი მამ აბარა რა გინდოდა შენ სუსის უფროსად ხმას არ იღებდი. უყურებდი ჩემ გადაცემებს შენს გარეშე. მოწყენილობ. ერე რა გამოდი თქვი რაღაცა აქ ხალხი უზივართ გელოდებით როდის იხურებ. გრაფინია აბა რა არის. გრაფინია ეგა რა გრაფინი. კიდე მაგარი ხურობა მეორე, ეხლა ვიღას რო იტყვის გრაფინიაო, შეუთხარი გრაფინია კი არა, ჰერცოგინიაო. შეგახსენებთ რომ მამუკა მდინარაძის იუმორი ადამიანი რომ იყოს, მამუკა მდინარაძე იქნება. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. დღეს ბოლო ეპიზოდია მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე. ანუ შემდეგ შაბათს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, ან ძველი არგენტინა. როდესაც ქოცეები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგ კალენდარულ წელს ლიონელ მესიმ 91 გოლი გაიტანა. 2013 წელს ვერო ეთქვა დავიღალეო ფეხბურთითო და დაესრულებინა კარიერა უკვე 4 ოქროს ბურთით. შესაძლოა მაინც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულიყო. იმის შემდეგ გავიდა 14 წელი. საქართველოსა და მსოფლიოში უამრავი რამ შეიცვალა. ქოცების მოსვლისას ვინც პირველ კლასში იყო, მალე უნივერსიტეტს დაამთავრებდა. საქართველოში დიქტატურა დამყარდა. ფეხბურთელი პრეზიდენტი დაგვინიშნეს. ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ და Facebook-ზე დაწერილი სტატუსებისთვის აჯარიმებენ. მესი კიდე ისევ ოქროს ბურთს ეიწევს. კაი საქმეში სტაბილურობას გაუმარჯვა. დღევანდელი ეპიზოდის შესაანალიზებელი თემა არ იქნება ფეხბურთი. თუ გინდათ, უცებ ჩავაანალიზოთ, რავი, 40 წელია უყურებ ფეხბურთს, ამ წლების განმავლობაში უყურე 1000-ზე მეტ მატჩს, რამდენიმე 1000 მიმოხილვას და ჩემი პასუხია მესი. всё. არაფერი განსაკუთრებული ჩასაანალიზებელი აქ არ არის. ამიტომ სხვა თემა ჩავაანალიზოთ. დიდხანს ვიფიქრეთ, რა თემა აგვერჩია ჩასაანალიზებლად. არაფერი განსხვავებული არ ხდება. ისევ დიქტატურა, ისევ უსამართლობა, ისევ ცინიზმი, ისევ ყველაფრის მკადრებლობა, ისევ კოცობა პლუს ცხელა. ანუ კოცობა ხო ზომიერ ამინჩის რთული ასატანია, თაროქ ცხელა. ამიტომ მოდი ახლა ამ სიცხეში არ გვინდა კოცობა და ზოგად საკაცობრიო გამოწვევაზე ვისაუბროთ. AI რბოლა, ანუ შეჯიბრი ხელოვნურ ინტელექტებში. ანუ ვინ უკეთეს ხელოვნურ ინტელექტს შექმნის, უფრო იაფად გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე ცივი ომის დროს გაზრდილი ბავშვი ვარ და ანით ვგრძნობ, რომ ახლაც მსოფლიოში ცივი ომი მიმდინარეობს. ამჯერად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ამ ყველაფერს ემატება ცხელი ომებიც და ცივი და ცხელი ომები ერთად ნამეტანია. AI-ს ცივ ომში ამერიკა და ჩინეთი დაწინაურდნენ. არც ევროპელები და აზიის დიდი ეკონომიკები არიან უქმად. თუ კი ცივ ომს ყავდა გამარჯვებული, ჩემი აზრით AI ცივ ომს არ ეყოლება გამარჯვებული. ყველა შეხვდება ტორტის ნაჭერი, ზოგს უფრო დიდი ნაჭერი, ზოგს შედარებით პატარა, მაგრამ ცარიელი თეფშით და ჩანგლით ხელში არავინ დარჩება. ზუსტად ისე როგორც ინტერნეტიზაციისას მოხდა. ინტერნეტის განვითარებით ყველაზე მეტად ამერიკის ეკონომიკა მიხეირა, თუმცა დანარჩენი მსოფლიოც არ დარჩენილა უკმაყოფილო. დღეს ასეთი ვითარებაა. ამერიკა ამბობს, ჩვენ საუკეთესო AI შევქმნით. ჩინეთი ამბობს, იგივე გვაქვს უფრო იაფად. ევროპა ამბობს, რომ რეგულაციები გვჭირდება. და საქართველოს ამბობს, ქართული რომელმა მოდელმა იცის უკეთესად. ჩვენ მაგრამ კიდია AI ცივი ომი, ქართულად რომელიც უკეთესად ილაპარაკებს, იმისკენ ვართ. ლოგიკურია რა, ჩვენიანი გვინდა. შეჯერობით არ მართლდება პროგნოზი, რომ AI მსოფლიოს უმუშევარს დატოვებს და პროფესიების უდიდესი ნაწილი გაქრება. ჯერჯერობით არც ერთ ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა რომ სუპერმარკეტში 800 ლარად იმუშაოს.
ადამიანების ერთადერთი კატეგორია, რომელიც AI-მ გააქრო, სამეგობროს ყველაზე ჭკვიანი წევრია. ანუ, უკვე ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხებით და დათოს ეცოდინება, გაქრა ჩვენი ლექსიკონი. ნახოთ ვინ იქნება შემდეგი. 2022 წელს დაიწყო AI რევოლუცია, როცა გაეშვა ChatGPT. ამ 4 წელიწადში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. 2022 წელს AI-ს ვიყენებდით საჭორაოდ. როგორ ხარ? მიწერე და კარგად ჩენ, მოგწერე და რა მაგარია. 2023 წელი იყო გამიკეთეს CV. 2024 წელი ისე დამიწერე, რომ ლექტორი ვერ მიხვდეს. და 2025 წელია ჩემი სისხლის ანალიზის პასუხებს ჩაგიგდებ და ექიმის დანიშნულ რეცეპტს და იცის რამე ამ ექიმმა საერთოდ. 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი უკვე წერს ადამიანზე მეტ კოდს, კითხულობს მეილებს, გეგმავს კვირის გრაფიკს, კითხულობს კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს, აფასებს რისკებს, ავლენს ფინანსურ თაღლითობა და სქემებს, სადაზღვევო კომპანიებისთვის, ახორციელებს სატელეფონო ზარებს, აანალიზებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, მართავს დრონებს, მთავრობებს აძლევს რჩევებს და ასე შემდეგ. რაც უფრო ძლიერდება AI, მით უფრო იცვლება ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ. უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც AI-ს თქვენობით ესაუბრებენ. ეს ის ხალხია, ყველა მთავრობასთან რო ლაგდებია. ChatGPT-სთანაც იჭერენ თადარიგს ნელ-ნელა, რა იცი რა ხდება. რა იქნება 2027 წელს, რა იქნება 2028 წელს, როგორი იქნება მსოფლიო 2035 წელს. რთულია პროგნოზირება. დღეს 1 წლის პროგნოზირება გაცილებით რთულია, ვიდრე ძველად მომდენო 300 წლის პროგნოზირება იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ პირველ საუკუნეში და გეკითხებიან, როგორი იქნება სამყარო 300 წელიწადში და სწორი პასუხი იქნება, რომ ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა. და ახლა 1 წლიანი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. გაისათ ამ დროს სახში ჰუმანოიდი რობოტები გვეყოლება? არაა გამორიცხული. ბევრი ჭკვიანი ადამიანი AI-ს უწოდებს ბუშტს. არაელს ავლებენ .com crash-თან, როცა საფონდო ბირჟები ჩამოიქცა და კომპანიების უდიდესი ნაწილი გაქრა. ინვესტორებმა კი ფული დაკარგეს. დღესაც ძალიან ძვირად ივაჭრება AI კომპანიების აქციები და ბევრი ფიქრობს, რომ ერთ დღესაც ეს ბუშტიც გაქრება და ადამიანები ბევრ ფულს დაკარგავენ. მოდი გავიხსენოთ რა მოხდა .com crash-ის დროს. ძლიერი კომპანიები დარჩნენ და მილიარდები იშოვეს და სკუნსი კომები გაკოტრდნენ. ინტერნეტმა მოახდინა რევოლუცია, მოახდინა. სამყარო შეცვალა ინტერნეტმა, შეცვალა. Amazon-ი გაკოტრდა? არა. გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია. გაკოტრდნენ სულელური ბიზნესები. ეს არ ნიშნავს, რომ ინტერნეტი იყო ბუშტი, ინტერნეტი დარჩა. მაგარი კომპანიები დარჩნენ, ვიღაცები გაკოტრდნენ. ზუსტად იგივე მოხდება ახლაც. AI კი არ არის ბუშტი. AI ისევე შეცვლის სამყაროს, როგორც ინტერნეტმა შეცვალა. უბრალოდ ზოგიერთი AI კომპანია გაკოტრდება. ზოგიერთი უზარმაზარ ფულს იშოვის. .com ბუშტი გასკდა, მერე რა ინტერნეტი მოკვდა? არა. უბრალოდ გაირკვა ვის ქონდა ბიზნესი და ვის ქონდა დომენი. AI დარჩება ჩვენ ცხოვრებაში და მასთან ერთად ვიცხოვრებ დიდხანს და ბედნიერად ვინმე ატომურს თუ არ ისმის. აი ეს არის რეალობა. ახლა ბუნებრივია მკითხავთ, რომელი AI კომპანია დარჩება Amazon-ივით და რომელი გაქრება სკუნსები წერტილი კომივით. ეგ რო ვიცოდე ხალხო, რავი, მე მხოლოდ შემიძლია გირჩიოთ ეგრეთ წოდებული ნიჩბების და წერაქვების მიდგომა. იცით ეს ნიჩბების და წერაქვების მიდგომა. მე-19 საუკუნეში, როცა კალიფორნიაში ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და ყველა ოქროს ეძებდა, ფული იმ ხალხმა კი არ იშოვა, ვინც ოქრო იპოვა. ოქრო ძალიან ცოტა მიპოვა. ფული იშოვა იმ ხალხმა, ვინც ოქროს მაძიებლებზე ყიდდა ნიჩბებს, წერაქვებს, ტაროებს, ჯინსებს. ვინც ნიჩაბს ყიდდა, იმას არ აინტერესებდა ვინ იპოვიდა ოქროს და ვინ არა. ნიჩაბი ყველა სჭირდებოდა, იღბლიანსაც და უიღბლოსაც. თუ მაინც და მაინც აქციებით ფული შოვნა გინდათ,
ისეთი კომპანიების აქციებზე დაფიქრდით, რომლებიც AI კომპანიებს აძლევენ დენს, ჩიპებს, გაგრილების სისტემებს, მონაცემთა ცენტრებს, მეხსიერების ჩიპებს, ქსელურ ინფრასტრუქტურას, ოპტიკურ ბოჭკოებს, ტრანსფორმატორებს, ელექტროკაბელებს, სერვერებს და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ ექნება, რომელი AI კომპანია გადარჩება და რომელი არა. ფისოებს რო ამღერებს ეგ გადარჩება თუ ბრძოლის ველს რო აანალიზებს. დენი ხო ორივე სჭირდება და შენ ორივეს მიყიდი დენს. ეს არ არის ფინანსური რჩევა, ყველა ფინანსურ გადაწყვეტილებას ყველა ადამიანი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს, სხვას არ დააბრალოს თუ დაერხევა. რა ვიცბაო, მილიონი რო იშოვო, ხო არ იტყვი მიშამშვილ და ის დამსახურებაო. მე ვარ მაგარიო, ხო იტყვი? ხო და მილიონს თუ წააგებ მაგაზეში. მოკლედ. თავარ საკითხს რო დაუბრუნდეთ და შევაჯამოთ. ჩემი აზრით AI ცივი ომს არ ეყოლება ერთმნიშვნელოვნად გამარჯვებული და ერთმნიშვნელოვნად დამარცხებული ქვეყანა. ყველა მოიგებს, ზოგი ბევრს, ზოგი ცოტას. საერთო ჯამში კაცობრიობა მოიგებს, თუ ერთმანეთს არ ამოვწყვიტავ. AI არ არის საპნის ბუშტი. ზოგიერთი კომპანია გაქრება, ზოგიერთი გადარჩება. ტექნოლოგია კი დარჩება და ადამიანებთან ერთად ბევრ დიდებულ საქმეს გააკეთებს. გრძელვადიან პერსპექტივაში AI მეტ სიკეთეს მოგვიტანს თუ უბედურებას. გააჩნია დედამიწაზე სიკეთე მოიგებს თუ ბოროტება. პუტინების სამყაროში ბოროტებას მოგვიტანს და თუ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და deep state-ი გაიმარჯვებს, სიკეთეს მოგვიტანს. ახლა კი თავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ მეგობრებო, განათლებას მივაწვეთ. დაიკიდეთ, რომ ქოცები განათლების სისტემას ანადგურებენ. დღეს ადამიანებს უკვე შეგვიძლია ძალიან მაღალი დონის განათლება მივცეთ შვილებს თავრობის გარეშეც. AI და შვილები დავაძმაკაცოთ სწორად. სულ ესაა, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაში.